მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მსვენელებო. ახანდელი ვიდეო, რომლის წარმოდგენა მინდა თქვენთვის, არის ძალიან საინტერესო თემით მარილზე. ხო, ჩვენ წლების განმავლობაში გვიქათაგებდნენ, აგიტაციას გვიკეთებდნენ, გვაძულებდნენ მარილს, რომ მარილი არის ძალიან ცუდი პროდუქტი, რომ ბევრი მარილის ჭამა არ შეიძლება და სინამდვილეში მარილი საჭიროა თურმე და ბევრ ნეგატიურ თვისებებს ანიჭებდნენ მარილს, მაგრამ სინამდვილეში მარილი არის ერთ-ერთი ეს არის კრისტალი იგივე, როგორც შაქარი, მაგალითად, თაფლი მით უმეტეს თაფლი არის ბუნებრივი კრისტალი და მარილი ხსნის ნეგატივს. ბევრი ვიდეოები მინახავს, სადაც ჭყალებში ჯადოქრები, მაგები, ბევრი ვინც ერკვევა ამ საქმეში, ვისაც ძალა გააჩნია, მე გულისხმობ ამ ძალის მქონე ადამიანებს, ვინც ხედავს, ყველა ისინი ამბობს, რომ მარილი არის ერთ-ერთი დაცვა ადამიანისთვის ნეგატივისგან და მრავალი გაკეთებული ჯადოებისგან. ხო და ახლა მე თქვენ მინდა წარმოგიდგინოთ, ხო, ბევრი რომ არ ვილაპარაკო და თავი არ მოგაბესროთ, თუმცა ახანდახან არ გამომდის ისე რომ ბევრი არ ვილაპარაკო. ბაბატი. წარმოგიდგინოთ პანდორა რევიზიონი ეკატერინე, რომელიც ყვება თუ რა ძალა გააჩნია მარილს სინამდვილეში. მაშ რა არის მარილი? და პანდორა ამბობს, რომ მე ჩემ ხილვებშიო მარილს ხედავო როგორც კრისტალურ საინფორმაციო ნივთიერებას, რომელიც აგრეთვე შეიძლება შეადარო დედამიწის სისხლთან. მაგრამ არა ნავთი, არ შეადარო თუ ნავთს. ნავთი სულ სხვა არისო. არამედ მარილი გამოდის, წარმოადგენს დედამიწის სისხლს. მაგვარ ნივთიერებას. ანუ არის დედამიწის სისხლი. ნავთი კიდე ამბობენ დედამიწის სისხლი, მაგრამ ნავთი სულ სხვაა. მარილი არის კატალიზატორი ადამიანის სხეულში. მარილი ადამიანის სხეულში მხარს უჭერს მის სიცოცხლეს. და პანდორა იხსენებს მის მასწავლებელ ქალბატონს, რომელმაც სიცოცხლაო 100 წელზე მეტი, ხო, თურმე ამის მასწავლებელს, როდესაც იყო 99 წლის, გადაუგდია პასპორტი და იმის შემდეგ რაც პასპორტი გადააგდო, კიდე 10 წელი იცოცხლაო. ესე იგი 109 წელი უცოცხლია იმ ქალბატონს. და ჩემი მასწავლებელიო ძალიან ბევრ ხალხს ღებულობდაო და ის ჭამდაო შავ პურს, რომელსაც აყრედაო მარილს. და ის სულ მეუბნებოდაო, რომ ჩვენო დაგვაჯერესო, რომ მარილი არისო ჩვენი მტერი, ჩვენი ორგანიზმის მტერი. და სინამდვილეშიო ის არ არისო ჩვენი ორგანიზმის მტერი, პირიქითო მარილი მე მაძლევს ძალას, თორემ მე ამდენ ხალხს ვერ მივიხებდიო. მარილი ამბობს უკაცრავად პანდორა წმინდავსო სტრუქტურებს და ადამიანს ხომ გააჩნია ბიოველი და მარილი თურმე ადამიანის ბიოველს ასწორებს თუ სადმე არის არასწორი, ну, როგორ გითხრათ, სუსტი ადგილები. ადამიანის ბიოველს ასწორებს და აძლიერებს.
და როდესაც შამანური დაავადებები ხდებაო, მარილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროსთან, სოდასთან შერეული. მე მაგალითად, თუმცა კვილები არ მაქვს, მაგრამ ღრდილების პრობლემა სულ მაქვს და აგერ მიდენა ბოთლი, რომელშიც მე ვამზადებ ხსნარს, მარილი და სოდა თანაბარ რაოდენობაში და მე სულ ვივლებ ყოველდღიურად 1000 ერთხელ თუ დამავიწყდეს, ყოველდღიურად აუცილებლად ვივლებ, რადგან მთელი ღამის განმავლობაში მაინც გროვდება მიკრობები პირისგულში, ხო? მე წყალსაც არ ვსვამ, თუ ძალიან არ მომწყურდა, სანამ პირისგულს დილას არ გავივლებ. ნუ ღამით ხანდახან ხდება მე რომ ვსვამ წყალს, ხანდახან ისე ვიღვიდებ და ისე ვდგები რომ წყალს არ დავლებ ხოლმე, მაგრამ ვცდილობ დილად დავიწყო ამ ხსნარით და შემდეგ დავაყოლო წყალი, რომ ეს მიკრობები, მიკროფლორა არ ჩამყვეს დილას კუჭში და რამე ინფექცია არ ავიკიდო. თუმცა მარილი ღებულობს მზის ენერგიას და ტყუილად არ უწოდებენო მარილს სალიარ. მარილი ალაგებსო არა მხოლოდ ადამიანის ბიოველს, არამედ სივრცესაც ალაგებსო ადამიანის გარშემო. და სადაც არისო მარილის სადაც არისო ადგილები დედამიწაზე ადგილები სადაც განლაგებულია დიდი რაოდენობით მარილი, საბადოები ხომ არის მარილის საბადოები, ის ადგილები იმ ადგილებშიო არისო ძლიერი ენერგეტიკა საერთოდ. და ეს არა მხოლოდ კვტარის ზღვის ტერიტორია არისო, კავკასიოზეც არისო ის. ჩვენთან კი სადაც ეკატერინე ცხოვრობს, ანუ პანდორა რევიზიონი, სალავეშნიკები არისო, სადაც მარილი, ალბათ მარილი, ბუნებრივი მარილია იქა. ხო, მარილიანი ტბები ყოფილა იმ რაიონში, სადაც ეკატერინე ცხოვრობს. ძალიან კარგად ეხმარებაო მარილი სახელწოდებით რაპანი. ხო, ყოფილა ასეთი მარილი. ეს არის მსხვილი მარილი, გაწმენდილი მარილი, რომელსაც გააჩნიაო ქიმიური შემადგენლობა და ეს მარილი სახელწოდებით რაპანი არის აღებული ამ მარილიანი ტბებიდან. მაგრამ ეს მარილი, ეს რაპანი ძალიან კონცენტრირებულია და საკვებად არ უნდა მიიღოთო. ძალიან კონცენტრირებული, მაგრამ შეგიძლიათო გაიკეთეთო აბანოები მარილის და თუ საჭმელს დაამარილებთო, არანაირი პარასიტები არ გეყოლებათო. ადრე სიმსივნეებიც არ იყო, სიმსივნეები უფრო მოგვიანებით გაჩნდაო, როდესაც დედამიწა რამდენჯერმე დედამიწის რამდენჯერმე ოკუპაცია მოახდინისო რამდენჯერმე. როგორ ხდებაო ეს სიმსივნე? როგორ ავადდებაო ადამიანი? სიმსივნე რას ნიშნავს თვითონ სიმსივნე? კი, სამედიცინო ახსნა სხვა სიმსივნესი, მაგრამ სინამდვილეში სიმსივნე წარმოადგენსო პროცესს, როდესაც ადამიანის ბიოველი იხვრიტებაო რომელიმე ადგილას, რა ადგილასაც იხვრიტება და ხო, მოიცადეთ, ჯერ ეს ბიოველი დაუშვათ, ნუ უბრალოდ აგიხსნით ახლა ჯერ. იხვრიტებაო და არსება, ნეგატიური არსება, რუსულად მათ ეწოდებათ პაცილენეც, ესე იგი, არსება, წვრილი სამყაროს ნეგატიური არსება, რომელიც წვრილებივით კიდია ჩვენ ველზე, ველის გარშემო და ელოდებიან ველის დასუსტებას რომ შემოიჭრან ჩვენ შიგნით, ჩვენი ველის შიგ და შეუტიონ ჩვენ წვრილსხეულებს და ფიზიკურ სხეულს და ამას ქვია, ამ პროცესს ქვია სიმსივნე. ესე იგი, გააჩნია რომელ ადგილას გახვრიტავს ის ნეგატიური არსება, ან არსი, წარმომადგენელი, იმ ადგილის სიმსივნე ჩნდება ხოლმე. და რატომ კითხულობენო ხანდახან ექიმები, ეს სიმსივნე ქალური საწყისისაა თუ მამაკაცური? თურმე სიმსივნე ყოფილა ქალური საწყისის, ყოფილა მამაკაცური საწყისის. ანდა შეიძლება სიმსივნე გაჩნდეს იმ ადგილას,
სადაც ადამიანს ჩაუდვეს ჩიპები. ფიზიკური ჩიპები. მაგალითად, ეს ხდებოდა ну ახლა საიდუმლო კოსმოსური პროგრამა ცოტა შესუსტებულია. არ მგონია თქო გაუქმებული იყოს, მაგრამ სულ სხვა დონეზე გადადის ალბათ, რადგან ახლა ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ადრე საიდუმლო კოსმოსურ პროგრამაში ვინც მოხდებოდა, ეს ბავშვები, უფრო მეტად ბავშვები ხდებოდნენ იქ, რადგან მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რომ გამოეცნოთ ან განავითარებინათ მათი ფსიონიური უნარები. ხომ არის ჩვენი წინაპრებიდან ვინც მით უმეტეს ვისიც არის, რომლების გენებში არის ეს სლავიანური ფესვები, სკანდინავიური ფესვები და მაგალითად ჩვენი წინაპრები, რომლებსაც გააჩნდათ მაგიური უნარები, არის რომ ზოგჯერ მათ თამამავლობას გადაყვება ეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ყველას კიდე არ მოყვება ეს უნარები. აი მაგალითად მე მყავდა დედის მხრიდან დიდი ბებია თათარი. ბაბუამ გაიტაცა თურმე ეს ბებია და მას გამოყვა ორი და ვარიც მე ხა ეს ისტორია დეტალურად არ დავინტერესებულ ვარ, მე ბებიამ გადაიცვალა და რა ვიცოდი მე რომ თოდონდა ასეთი ეს ყველაფერი ახლა რაც ვიცი, დასაკურებელია დიფესიონად გამოვკითხავდი ჩემ ბებიას. რატომღაც მაშინ კომუნისტების საბჭოთა კავშირის დროს ნაკლებად აინტერესებდა ადამიანებს მისი წინაპრების წარსული, იმიტომ რომ მაშინდელი რეჟიმის სისტემა მალავდა ყველაფერს ანადგურებდა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ ხსომებოდა თავისი წინაპრების წარსული. ანუ გადაწერეს მთელი ისტორია. და სინსივნე თუ არის ქალური საწყისისა, ის ყველაზე საშიშია თურმე. თუ დაბანისას, მაგალითად ჩვენთან არა და რუსეთში არის ბანიები. ბანია. ვინც არიცით, გეტყვით, იქ არის ეს ცალკე შენობა, სადაც თბება, არის სპეციალური ცოცხები, ცოტა ხანი იქ ორთქლში შეაჩვევენ ორგანიზმს და შემდეგ ირტყამენ ამ ცოცხებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ან სხვას სთხოვენ, თუ იქ 2-3 ადამიანია ან მეტი, ერთმანეთს ურტყამენ ამ ცოცხებს და სასარგებლოა არყის ცოცხები უფრო. ჩვენთან ეს ასეთი აბანოები არ არის. და ამ აბანოებში ხოლმე იმალებიან სულები, აბანოს სულები. და მე იგიც წავიკითხე, მოусმინეთ ერთ ვიდეოს, არ მახსოვს რა ვიდეოა, სადაც წამყვანი ყვება, რომ სამჯერ თუ შევიდოდა ადამიანი ამ აბანოში, მესამე ჯერ უკვე წააწყდებოდა აბანოს სულს. თურმე ზედიზედ ერთი ადამიანის შეცვლა შეიძლება აბანოში. ზედიზედ სამჯერ. ერთ დღეში დაბანის დღეს. იქ ხანდახან რუსულად რომ უწოდებენ დამავოი, ემ ასეთი არსება ბინადრობს ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში არა მხოლოდ სახლებში ბინადრობს ეს არსება, არამედ აბანოებში შეუძლია დაბინავდეს. ხო და აი ამ აბანოებში თუ ამ მარილს გამოიყენებდი დასაბანად, ну, გადავილიდი მარილიან წყალს ან მოაყრიდი, ის წმინდავდა თურმე ადამიანის ველს, წმინდავს. საქონელს აძლევენო, ატანენო მარილს, მაგალითად, დღესაც ხდება ეს. დღეს სოფლებში საქონელს ისედაც აძლევენ მარილს. წყალს, მარილს, საერთო საქონელს დროხელს, მაგალითად, კამეჩებს ძალიან უყვართ მარილი. მარილს აგრეთვე აქვს უნარი ხაზი გაუსვას ჩვენ სამყაროს და იმ სამყაროს შორის. ხო, ესე იგი, გაყავს ეს სპეციალური საზღვარი.
და თუ თქვენ გინდა თუ სახლის დაცვა, არ ვიცი რომელ აბრაზია საუბარი, მარილი შეგიძლიათ თუ დაყაროთ ხუბთან, ალბათ გარედან, რომ ნეგატიური დაბალი ვიბრაციის მქონე არსებები არ შემოიჭრათ თქვენ სახლში. საერთოდ თურმე ეს აქ არწერია, ეს მე სხვა ვიდეოდან ვიცი. 11 საათიდან 2 საათის ჩათვლით ამ პერიოდში თურმე სუსტდება დაცვა ჩვენ სამყაროს და ჭრილ სამყაროს შორის, ასწავლო სამყაროს შორის და ამ დროს შეიძლება ნებისმიერი ნეგატიური არსება შემოიჭრას ჩვენ სივრცეში და ამის დაცვა არის მარილი, თუ ამისგან დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი. და თუ ადამიანი ბოროტია, აგრესიულია, ძალიან ნეგატიურ მხარეებს აჟღავნებს, ის ვერ გადმოაბიჯებს ამ სხულს და თუ გადმოაბიჯა, ის ცუდად გახდება. მით უმეტეს ადამიანმა თუ თქვენ რამე ჯადო გაგიკეთათ, ასეთი ადამიანები ვერ გადმოაბიჯებენ იმ სხულს, სადაც დაყრილია მარილი. და ამ შემთხვევაში მარილი ხდება როგორც ინდიკატორი. ხდება კი არა, ამ შემთხვევაში მარილი ასრულებს ინდიკატორის როლს. მარილი ჩვენ მოგცეს წმინდანებმა და ღმერთებმა. კიდე გეუბნებით. მე როდესაც ვამბობ სიტყვა ღმერთს, მე არ გულისხმობ აბრამული რელიგიების ღმერთს. ღმერთებად უწოდებდნენ ზოგი ერები, ზოგი მცირე ერები, დედამიწაზე, ტომები მაგალითად, უცხოპლანეტელებს, რომლებიც მათ ასწავლიდნენ, უწოდებდნენ ღმერთებს. ან არის ისეთი, რომელიც მოიხსენიებენ ამ უცხოპლანეტელებს როგორც მასწავლებლებს და ზოგი ახლა ნეგატიური უცხოპლანეტელებს რასაკვირველია სიამოვნებდათ, რომ ადამიანები მათ სცემდნენ თაყვანს და უფრო არ ხმავდნენ მათ შიშებს მათ მიმართ და აიძულებდნენ და ეჯერებინათ, რომ ისინი მართლა ღმერთები არიან. მაგრამ ბევრი უცხოპლანეტელები და დადებითი განტოლის უცხოპლანეტელები, რომლებსაც უნდათ ადამიანებს დახმარებოდნენ, მათ არ უნდათ რომ ადამიანებს ისინი ჩაეთავდათ ღმერთებად. ისინი ჩვენისთანები იყვნენ, ოღონდ ჩვენზე უფრო დიდები და უფრო განვითარებულები, ბევრჯერ განვითარებულები, ბევრად უფრო სწორად განვითარებული. მაპატიეთ ხოლმე სიტყვა ვერ ვიხსენებ, რაღაც არ მშვიდია ჩემ კაშს. და კიდევ გეუბნებით, სიტყვა ღმერთი შეიძლება სხვადასხვანაირად განიმარტოს. კარგით, მოდით ამ თემას არ ჩავაფლოთ. დღეს თემა გვაქვს ჩვენ მარილზე, ამიტომ გადავუხვევთ. დღევანდელი მარილი, რომლებიც იყიდება მაღაზიებში, ის არის ქიმიურად გაწმენდილიო და ამიტომ მოითხოვთ კიდე დამატებით გაწმენდას. გაწმენდას ნეგატიურს კი არა, გაწმენდას ენერგეტიკული მხრიდან. რადგან მარილის გასაწმენდად ფიზიკურ დონეზე გამოიყენება მრავალი ქიმიური საშუალებები და ხანდახან მარილიო ისაპნებაო. ფაქტიურად სოდაც მასე მოიპოვება და ზოგ სოდაში ყუია და ამ მარილში, ამიტომ რატო იყენებენ, მე ხა დავამატებ, პანდრამას არ ამბობს, რატომ იყენებენ ასეთ ქიმიურ განწყვეტ საშუალებებს იმისთვის, რომ მარილი ჩვენამდე მოიტანონ. საქმე იმაშია, რომ საერთოდ მარილი არის ქვასავით მაგარი და იმისთვის, რომ დააწვრილონ მარილი და ჩვენამდე მოვიდეს უკვე იფშნება ისეთ მდგომარეობაში, გამოიყენება მრავალი ქიმიური ნივთები. ამიტომ გამოდის წვრილი მარილი, ზოგს გონია, რომ წვრილი მარილი უკეთესია, რომელსაც ხელში აიღებ და იფშნება. აი, ზუსტად ასეთი მარილია ყველაზე საშიში. იქ ეს მარილი, საერთოდ მარილი ქვავდება და იმისთვის, რომ მარილი არ გაქვავდეს, იმიტომ იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს და მით უმეტეს ექსტრა მარილი საერთოდ არ უნდა გამოიყენო.
ეს წვრილი მარილიც არ უნდა გამოიყენონ, ჯობს ის გაქვებული მარილი იყიდოთ და თქვენ თვითონ დავშლათ. ის არა რომ ძროხებს აძლევენ ფლაქვას ავიცემედივით მარილს, არა. მე აჯიკის შევიძინე 100 ტონი მარილი. პაჩკის მარილი ძალიან წვრილია და წყლად იქცევა. იმიტომ რომ მე რომ აჯიკა გავაკეთე, წინა წელს პირველად ტონი აჯიკა, საერთოდ წითელს ვაკეთებთ ჩვენ სამხზეთში წითელი მარილი. და წელს მე შევიძინე ეს 100 ტონი მარილი გრანულებად იყო. ესე დამუშავებული ეტყობა ქიმიურად თეთრია, მაგრამ გრანულება, რომ თლა წყლად არ წავიდეს. და არა აწყალოს მთელი ის პროდუქტი, რაც დენა აჯიკის რაც დენა, რისგანაც უნდა გაკეთდეს აჯიკა. ამას ვამბობ. და თუ თქვენ იშოვეთო მარილი სახელწოდებით რაპა შეინახეთო როგორც თქვენი დამცველი. და თუ თქვენ ვანებს იყენებთ მარილიან ვანებს, ნებისმიერ ნეგატიურ ინფორმაციას ანულებს თურმე მარილი. და ასეთი გამოყენებული მარილიანი წყალი ზიანს არ მიაყენებსო გარე სამყაროს, სადაც კი მოხდებაო, რადგან ნულამდე მიყავს მთელი ნეგატიური ინფორმაცია. და ჩვენო მე და მასწავლებელიო დავდიოდითო ჯვარედინებზე და მარილს ვაყრიდითო, რომ რამე ნეგატიური არ ყოფილიყო ამ ჯვარედინებზე. წმინდავთითო წვრილდონეზე. რომ ავარიები არ მოხდარიყო და მსხვერპლი არ ყოფილიყო. რადგან ამ ჯვარედინებზე ჯადოქრები და შავი მაგიის წარმომადგენლები აკეთებენ წამლებს. უბრალოდ აგდებენ წამლებს, ამზადებენ და ჯვარედინებზე აგდებენ ამ თავიანთ გაკეთებულ ჯადოებს და წამლებს. ახლა ეს ვიდეო არის ატვირთული 20 წელს, 8 ოქტომბერს, მაგრამ თემები მე რატომ ხშირად ვუყურებ ამ გოგოების ძველ ვიდეოებს, უსმენ, რომ საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ. და ამიტომ მე გადავწყვიტე მარილი ყოველთვის აქტუალურია ინფორმაცია მარილზე. და იმისთვის რომ ჩვენ ნეგატიური ზევიდან რასაც გვაყრიან, ზემოქმედება შეიძლება ხაიმდენი არ ხდებოდეს, მარილი გამოიყენოთ ან დაიყარეთო, ან მარილიანი წყალი დაიმუშავეთო სახე, მარილიანი აბანოები მიიღეთო. ეს არისო ჩვენი დაცვა. და საერთოდო კარგიაო თუ გაიკეთებთო მარილის მარაგს. ხო, ჯერ უნდა იყოსო მარილის მარაგი. საერთოდ მე ვარ იმის მომხრე, რომ რაღაც მარაგი პროდუქტებისა იყოს, მაგრამ მარილი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მარილს საჭმელს ხო უნდა დაამარილო, ხო რაღაც გემო რო ქონდეს. და რა მინდა გითხრათ კიდევ, ბევრჯერ უთქვამთ გოგოებს, რომ ღმერთებს ნუეძებთ ცაში, ან კოსმოსში, ღმერთები ყველა, რაც კი ღმერთები არსებობს, აქ იგულისხმება განვითარებული უცხოპლანეტელები, აქ იგულისხმება ჩვენი საკუთარი თავი მომავლიდან, ყველა მოსულია დედამიწაზე, რომ დედამიწას დაეხმაროს. რადგან თუ დედამიწა არა იწია და თუ დედამიწა ისევ შავ უსკულში ჩავარდა, ასე ვთქვათ, მომავალი არ იქნება. და მომავლიდან წარსულში დაბრუნდა ესულები, რა არის იცით, მე ხა ბევრჯერ მithქვამს და გეტყვით, რომ არის გინახიათ ხო კინოებში სპეციალური ლოგინები, სადაც ძილში შედიან ასტრონავტები და მათი ცნობიერება იბადება სხვა პლანეტაზე. ამდაგვარად მოხდა აქაც. ყველანი ეს ვარსკვლავური თესლები მოსულები არიან ამდაგვარი გზით, ან ნაძალადევად. რომლების ფიზიკური სხეულები დაიღუპა რაღაც დავალებების შესრულების დროს, ისინი დაიჭირენ ან დრაკონიელებმა, ან რუხებმა, ან ნეგატიურმა ღვთისმლოცველებმა და მათი გამოიყენენ, სხეული განადგურეს, მაგრამ მათი სული გამოიყენეს. სული ხო ენერგეტიკული საინფორმაციო
სხეულია. ცალკე ცნობიერება, ცალკე მენტალური სხეულია და ეს ცნობიერება, რომელიც ამ ასტრალური ენერგეტიკულ სხეულში შედის, შემდეგ ეს უკვე ეს ენერგეტიკული სხეული გამოიყენეს იმის თავის საქმეებში. და ამიტომ მე ვამბობ, ბევრი თქვენგანი თუ ხარ თქვენ ვარსკვლავური თესლი, ბევრი თქვენგანი გაიხსენებთ თქვენ მომავალს. თუ მაგალითად ზოგჯერ ამბობენ რომ წარსული, თქვენ ყველანი გაიხსენებთ თქვენ მომავალს. ნელ-ნელა უკვე იხსენებს ხალხი. ხო და მე მომართა ერთმა ადამიანმა და მომიყვა თავისი სიზმარი, როგორც იცლიდა ეს იყო სიზმარი, მაგრამ ეს სიზმარი კი არა, მან გაიხსენა ერთ-ერთი თავისი ცხოვრებიდან, რომელიც მან გაიარა, ოღონდ დედამიწაზე კი არა, სხვა პლანეტაზე. მას ეს ეგონა მთვარე, მაგრამ ეს მთვარე არა. რადგან მთვარე ნახდათ არ იქნებოდა. მე ზუსტად ვიცი. და ბევრი ასეთი ქართველებს გულისხმობ მე, ბევრი ქართველი გაიხსენებს. მე არ ვამბობ, ვინც ახლა გამოღვიძებულია და მაგიური ენერგიები აქვს და ეხმარებიან ხალხს გაწმენდაში და ასე შემდეგ. მე მათ გულისხმობ, ვინც ახლა იხვიძებს, ვისაც მეხსიერება ეხვიძება. არ შეგეშინდეთ. თქვენ თუ ნახავთ ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში სიზმრებს, ეს სიზმრები არ იქნება. ეს თქვენ გეხვიძებათ თქვენი მეხსიერება. თქვენ იხსენებთ თქვენ წარსულ ცხოვრებებს. ამიტომ არ შეგეშინდეთ და პანიკაშიც ნუ ჩავარდებით. შეგიძლიათ არავის მოუყვეთ, თუ იცით რომ ადამიანი სკეპტიკურადაა ასეთი საკითხებთან დაკავშირებული, მაგრამ თქვენ პირადად არ შეგეშინდეთ. პირიქით, მიიღეთ ეს თქვენი სიზმრები ბრჭყალებში. თუ გინდათ გაერკვეთ სიტუაციაში. ხო და ახლა პანდორა გთავაზობ თქვენ, ესე იგი, შელოცვას მათთვის, ვისაც ცხრიდან აქვთ ხოლმე სიზღდენა. და სიზღდენა ბერს აქვს ასაკობრივ ხალხს და ამ სიზღდენას ესე იგი, ვისაც აქვს სიზღდენა, მათ უწვავენ გარსოვან ცხვირის გარსოვან ფენას, რაღაც ვიწვავენ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ უწვავენ, რომ დენა არ მოხდეს, მაგრამ სინამდვილეში თურმე არის შელოცვა, მე მაინც ამ შელოცვას თქვენ გეტყვით, გინდათ გამოიყენეთ, გინდა არა, მე ჩავიტერ ამას სპეციალურად. უნდა აიღოთო გრილი წყალი, ხო, ამ გრილ წყალში გახსენითო მარილი, აიღეთო ტილო, დაასველეთო ამ ხსნარით და გაყინეთო. და დენის დროს, ცხრიდან დენის დროს, ვისაც აქვსო ეს, მიიდებითო ეს ტილო, ეს მარილიანი გაყინული ტილო ცხვირზე. არ შეგიშალოთ ცივი წყალი, არაფერს არ შვება. აი ზუსტად მაგარი ეს მარილიანი წყალი, დასველებული ტილო ამ წყალში. უნდა გაყინო, რომ ყველაფერი გამოიტანოს მარილიანმა წყალმა. ხო, ეს შელოცვა რუსულ ენაზეა. მე ამას მაინც ჩავწერ იქ ვიდეოს ქვეშ. იმიტომ რომ შედეგი რო იყოს რუსულ ენაზე, უნდა წარმოთქვათ ეს. თუ არა და თქვენი სიტყვებით, ალბათ მე ფიქრობ, რომ გულიდან გამომავალი სიტყვებს ძალიან ძლიერი ძალა აქვს დაუშვათ, თუ რამე ვერ დაიმახსოვრე. ასე რომ მაინც სცადეთ. მადლობთ ყურადღებისთვის. მე ახლა თქვენ კიდევ აქ ვიდეოს ქვეშ დავამატებ, აქ ერთ-ერთმა კომენტატორმა ვანის რეცეპტი დადვა და ამ ვანის რეცეპტსაც დავდებ მე. ყოველი შემთხვევაში მათთვის, ვისაც უნდა მარილიანი და სტუდენი ვანების მიღება. დროებით